მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. დღეს ლალი ანთიძის საკვირაო სკოლის მოაზროვნეთა ჯგუფი ითამაშებს საახალწლო ფინალს რა სად როდისში. ისინი დაუპირისპირდებიან ბატონ წამყვანს, ახლა კი მივესალმოთ მოაზროვნეებს. ასტრონომი, პროგრამისტი, პედაგოგი ბატონი კახი კახიძე. ადამიანი, რომელსაც წარდგენა არ სჭირდება, ფილოსოფოსი, საკვირაო სკოლის დამფუძნებელი, ქალბატონი ლალი ანთიძე. მათემატიკოსი, მუსიკოსი და კიდევ ძალიან ბევრი რამ იმედა იაკოვენკო. ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე ბატონი გრიგოლ გაგუა. და ბოლოს მუსიკოსი, პედაგოგი ანდრო თავართხილაძე. და რა თქმა უნდა, გუნდის კაპიტანი, ისტორიის პედაგოგი ზვიად ჩხენკელი. ბატონო წამყვანო, თუ შეიძლება ერთი ჩასწორება და უბრალოდ ლეონარდო და ვინჩი ჩვენი საკვირაო სკოლის უცვლელი წევრი მარჯვეხელები ზვია ჩხენკელი. მოაზროვნებს ვთხოვთ მოემზადოთ და დაატრიალოთ ზრიალა. ამასობაში ქალბატონ ლალისთანმა კითხვა. ქალბატონო ლალი, როგორ მიდის წინა საახალწლო სამზადისი? როგორია განწყობა თქვენ საკვირაო სკოლაში? ესე იგი, ასეთი ამბები ხდება, რომ 1 იანვარი მოუწია კვირა დღეს. და მოგეხსენებათ, კვირა დღე არის ჩვენი სამუშაო დღე. და ჩვენმა მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, რომ 1 იანვარს მოვიდნენ გაკვეთილზე თავიანთ 5 დროს 5 საათზე. ასე რომ ჩვენ 1 იანვარი გასწავლებრივი სამუშაო დღე. ვთხოვთ გავაჩეროთ ზრიალა და მაჩვენოთ რომელი შეკითხვა მოვიდა. ჰელსინკი. ყურადღება, შეკითხვა. ეკრანზე გამოჩნდება, გთხოვთ გაათავისუფლოთ სივრცე, ეკრანზე უნდა გამოჩნდეს. მოისმინეთ შეკითხვა. ეკრანზე თქვენ ხედავთ საჭადრაკო ეტიუდს. თანამედროვე ისტორიის გათვალისწინებით, თქვენ უნდა დამისახელოთ ისტორიულად დაპირისპირებული ეს ორი ქვეყანა, რომელსაც შესაბამისად განასახიერებენ თეთრი და შავი ფიგურები თავიანთი პოზიციებით. დრო. ერთ არყავს მეზაბაზნები ხო არყავს ეგ ხო არა? ანუ ეკლესია მეზაბაზნები. არა, მეფე არა. ციხესიმაგრე არა აქ ორი? არა, დედოფალი. შავს რა? შავს არა. დედოფალი აქ. ეს შეიძლება რა, დედოფალი აქ ახლა იმას ელიზაბეტი იმას საფრანგეთი და ეს ხო არა, ინგლისი და საფრანგეთი ატოაკლია ორი ეს. საფრანგეთი უნდა გამოვიცოთ ახლა ხო, ინგლისი შეიძლება. დედოფალია სავარაუდოდ ერთი. აი, იმითო დედოფალი შეიძლება იყოს. ისტორიულად დაპირისპირებული თანამედროვე ისტორია. ის როგორ რაღაც ამბობს ფიქრობ, მაგრამ ორი დედოფალი მეფე არ არის, ბიჭო, დედოფალი კი არა, მეფე არ არის, ინგლისია შავი, ყველა ვარიანტი. მეფე არ არის. მეფე არ არის და დედოფალი ასრულებს მეფის როლს და იქა ტურები არ არის თეთრში. არ ვიცი, არ ვიცი, ორი ეტლი რა თოაკლია. ეტლი ისეთ ციხესიმაგრის სიმბოლოდ შეიძლება იყოს და ეტლიც, მაგრამ აი თუ ახლა ეს ინგლისია, ის იდეაში საფრანგეთი უნდა იყოს. მაგრამ ისა მოიცა იმასთან ხო არ არის რამე იმასთან კავშირში. უმეფო ამერიკა ხო არა, მეფე რო არასოდეს არ ყოლია რაღაც ეგეთი. ამერიკა და თანამედროვე ისტორიიდან სიმაგრე არ შეიძლება დაპირისპირებული.
იმისი ციხესიმაგრე საფრანგეთში რო აი ინგლისი და საფრანგეთი ანუ მეფე რატო ახალია ინგლისი და საფრანგეთი დრო ამოიწურა ბატონო ზვიად ვინ უპასუხებს ამ შეკითხვას უპასუხებს ქალბატონი ლალი ანთიძე ქალბატონო ლალი ვაიმე რა მხელა პასუხისმგებლობაა ბატონო წამყვანო გნებავთ გაგიმეოროთ შეკითხვა ნახოთ აბა კი ბატონო, ეკრანზე თქვენ ხედავთ საჭადრაკო ეტიუდს, თანამედროვე ისტორიის გათვალისწინებით, თქვენ უნდა დამისახელოთ ისტორიულად დაპირისპირებული ეს ორი ქვეყანა. შესაბამისად, თეთრი და შავი ფიგურები, რომელ ქვეყნებს გამოხატავენ. ჩვენი ვერსია არის, რომ შავი ფიგურებით გამოხატულია ინგლისი, იმიტომ რომ შავ ფიგურებს აკლია მეფე და რახან ინგლისს 50 წლის მანძილზე დედოფალი მართავდა და მეფე არ ფიგურირებდა აი ეს ვერსია განვავითარეთ ხოლო თეთრი ფიგურებით გამოსახული არის საფრანგეთი თუ ისტორიულად დაპირისპირებული ქვეყნებია ეს უნდა ყოფილიყო ინგლისი და საფრანგეთი და ეს ახალ დროში და თანამედროვეობაშიც აისახა გარკვეულწილად იმიტომ რომ ფაქტობრივად ის შუა საუკუნეების და ახალი დროის დაპირისპირება რომელიც ასროვნებაშიც თუ შეიძლება მოკლედ მიპასუხეთ საბოლოო საფრანგეთი და ინგლისი კი ბატონო თქვენი პასუხი მიღებულია ახლა კი სწორი პასუხი თქვენ სწორად ან შეიძლება არასწორად შეამჩნიეთ რომ შავ ფიგურებს აკლდათ ლაზიერი ანუ დედოფალი და მეფე არა. თანამედროვე ისტორიის გათვალისწინებით დედოფალი გარდაიცვალა ინგლისში. ანუ დიდ ბრიტანეთში. ხოლო თეთრ ფიგურებს აკლიათ ეტლები, რომლებიც ძალიან გვანან კოშკებს. ორი კოშკი კი მოგეხსენებათ 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის დროს დააკარგეს ამერიკაში. ეს ქვეყნებია ინგლისი და ამერიკა. ნულით ერთი. მე გერმანიის ბერლინსკენ სასწავლებლი ეტრაში. დასანანია, მაგრამ ძალიან საინტერესო ვერსიები იყო. არა უშავს ყველაფერი წინ არის. გავაქცევთ. კარგით, ხოთ. დავაბრძიალოთ. ბატონო გოგა რა სიტყვით ამ შეკითხვაზე და თქვენ შედეგზე არაჩვეულებრივი შეკითხვა იყო ვფიქრობთ საკმარისად გახურებული რომ ყოფილიყავით აუცილებლად ავიღებთ კი ბატონო ეს მხოლოდ დასაწყისია აწი ყველაფერი წინ გაქვთ ჯერჯერობით ანგარიშია 0-1 ბატონი წამყვანის სასარგებლოდ კარგი გავაჩეროთ ზრიალა და გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე ბერლინი მოვიდა ბერლინი ნახოთ რა არის მომზადებული ბერლინისთვის ყურადღება შეკითხვა მეცნიერების რიგებში მოარულ ერთ-ერთ ხუმრობაში ნათქვამია ციტატა თუკი საახალწლოდ თოვლის ბაბუისგან მიღებული ამანათი ცარიელი დაგხვდებათ გული არ გაიტეხოთ თქვენ სავარაუდოდ მათ რიცხვში მოხვდით ყურადღება შეკითხვა ერთი წუთის შემდეგ დამისახელეთ სად ხვდებიან უიღბლო დასაჩუქრებულები დრო უიღბლო დასაჩუქრებულები ეგაც ვისაც აღჯერა თოვლის ბაბუის არსებობის ერთ-ერთი ვერსია არა გაუცრუნდათ რაღაც სანტას ამანათი გახსენი და ცარიელი შეიძლება ვიღაცა გახსნა ვინ დადისახსნის რაღაცა შეიძლება რაღაცა კონკრეტული აღჯერა სად ხვდებიან ხვდებიან მათ რიცხვში ანუ ვიღაცების იმენ გაცხოვდა უიმედო და ქალაქში ბერუდის რაღაცა ხო არა ბერუდისა ხო არა ალუზია რომ ქრება რაღაც არ ვიცი ბერუდის და იმე სხვა სავარაუდოდ მოხდებოდათ ან მათ რიცხვშიო
იმათ რიცხვშიო, ვისაც არ ჯერათ. გული არ უნდა არსებობის ეს ერთი. შეთქმულების თეორიაზე ხო მაგრამ. ხო, გული არ უნდა გაიტეხო, იმიტომ რომ არაუშავს, ანუ დიდი ტრაგედია ამის გამო არ არის. რაღაცა წყარი ტერიტორია, ყუთებს საფცნიან ხოლმე. საჭიროა გაიხსნათ ცარიელი ყუთი საჭიროა იმის რასადროდის შეიძლება იყოს ცარიელი. შეიძლება. ანისა, იმაში ფოკუსის ვის რიცხვში შეიძლება მოხდეს ჯადოა ცირკში რაღაც. სცენაზე ვინც ახალ ხო, ცარიელი ფოკუსის დროს. ბატონო ზვიად შეწყდა კამათი. მითხარით ვინ უპასუხებს და გეტყვით რომ სწორმა ვერსიამ არ გაიჟღერა. მითხარით ვინ უპასუხებს და გაუმეორებ შეკითხვას. ჩვენ ახლა ვაგებთ გვაქვს თუ არა კლუბის დახმარების აღების საშუალება. დიახ, რა თქმა უნდა, კლუბის დახმარება შეგიძლიათ აიღოთ. თუ კი გადაწყვეტთ, გავიმეორებ შეკითხვას და კლუბს შეუძლია ჩაერთოს. კი ბატონო, გავიმეორებ შეკითხვას კლუბისთვის ყურადღებით, კლუბის წევრებო. ყურადღება შეკითხვა. მეცნიერების რიგებში მოარულ ერთ-ერთ ხუმრობაში ნათქვამია. თუ კი საახალწლოდ თოვლის ბაბუისგან მიღებული ამანათი ცარიელი დაგხვდათ, გული არ გაიტეხოთ. თქვენ სავარაუდოდ მართ რიცხვში მოხვდით. 1 წუთის შემდეგ დამისახელეთ, სად ხვდებიან უიღბლო დასაჩუქრებულები. დრო. ადგილი, ნობელის პრემია. მათემატიკოსი ნომინირებულები არიან, მაგრამ ლაურეატების სიაში, კაი ვერსიაში და მაგრამ ხო არ წვავენ. შეიძლება პაპის არჩევის მომენტში რო წვავენ იმ ქაღალდებს ეგეც იმ მეცნიერები რა შუაშია. თოვლის ბაბუა. ათეისტიც ყვა ეგ ვერსია იყო ერთი, მეორე ათეისტი არ ეს კაი ანუ ნობელ დრო შეწყდა კამათი. შეწყდა კამათი ბატონო ზვიად, ვინ უპასუხებს ამჯერად. კი, ახლა ჩვენ დავით გამოტვალისწინებთ ბატონო გიორგის რჩევას და შეეცდება კითხვის პასუხს გრიგოლ გაგული. კი ბატონო გრიგოლ. გთხოვთ დამისახელოთ, სად ხვდებიან უიღბლო დასაჩუქრებულები. შევეცდები აუხსნა მაქსიმალურად ზუსტად, რამდენადაც შევძლებ, ესე იგი ნობელის პრემიაზე წარდგენილთა რიცხვში, რომლებიც ლაურეატები ვერ გახდნენ. კი ბატონო, ძალიან კარგი ვერსია, მაგრამ რა შუაშია თოვლის ბაბუისგან მიღებული საჩუქარი, შეგიძლიათ დაუკავშიროთ. არ ვიცი, ალბათ ეს ალუზია იმის, რომ 5 მოვიდა, ანუ რაღაც რიცხვში მოხვდი, შენზე იფიქრეს, მაგრამ საბოლოო პრიზი მაინც ვერ მივიდა. კარგით, მიღებულია ყურადღება სწორი პასუხი. თქვენ ყურადღება უნდა მიგექციათ იმ ფაქტისთვის, რომ მეცნიერების რიგებში იყო ეს ხუმრობა მოარული. და ის ადამიანები, რომლებიც თოვლის ბაბუისგან ცარიელ საჩუქარს იღებენ, არიან კონტროლის ჯგუფის ნაწილი, როგორც ცდის პირები, რომლებსაც მეცნიერული ექსპერიმენტის დროს, თქვა, წამალს არ უკეთებენ, რათა დაადგინონ რეალურად მუშაობს თუ არა წამალი. აუღებელი ჩანსია. საინტერესო იყო პლაცებოზე რომ ასულიყავენ რაღაცა. კი, პლაცებოს ეხებოდა. რიგები ხდებოდა პირველი ვერსია არის ხო? მოიცადე, სად ხდებოდა სწორი ისა. რიგებში ხდებოდა კონტროლის ჯგუფში. რა ჯგუფში ნებისმიერ ფორმაში რო გეპასუხათ, ვის რიგებში ხდებოდა, ან რა ჯგუფში ხდებოდა, ჩაგეთვლით. კი ბატონო, გთხოვთ დაატრიალოთ ზრიალა. ანგარიში არის შეგახსენებთ 0-2. ბატონო ზვიად. რა სიტყვით ამ ანგარიშთან დაკავშირებით? შესანიშნავი ანგარიშია და იმედია მაყურებელს ამ შემთხვევაში ბატონი წამყვანის მიღებული თუ არა რაოდენობა არ შეიძლება. არის თუ არა ეს უიღბლობის ბრალი? თუ თქვენი გაუყურებლობის ბრალი, ეგ შეგიძლიათ მითხრათ? ჩვენ იღბლის არ ვჯერათ, რომ მეცნიერები ზრიალასი თუ გჯერათ, ბატონო ზვიად, რომელიც თქვენი შექმნილია. ჩემი შექმნილი. რომელმაც გიმუხთლათ ჯერჯერობით, თქოთ გავაჩეროთ ზრიალა და მაჩვენოთ, რომელი შეკითხვა მოვიდა. დენვერი. კი ბატონო. ყურადღება შეკითხვა. მომიზადეთ 2017 წელს
საქართველოს რეკლამის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც უმეტესად უცხოურ ბრენდებს შეეხოთ. კერძოდ, ისეთ ბრენდებს, როგორიცაა H&M, Vendisi, Coca-Cola და სხვა. ეს ცვლილება ტკივნეულად დააწვა და საკმაოდ დიდი ხარჯის გაწევაც მოუწიათ. ხოლო ბრენდები როგორიცაა Waikiki, McDonald's-ი და Sokari შედარებით მსუბუქად გამოძრნენ, ესე რომ ვთქვათ. ყურადღება, შეკითხვა. 1 წუთის შემდეგ თქვენ უნდა მითხრათ კონკრეტულად რის შესახებ იყო ეს კანონი. დრო. ერთი ვერსია მაქვს ეს ხო ქართული და წარწერა უნდა ქონოდა და ამათ სასაქონლო ნიშნები ინგლისურად და ამათი სასაქონლო ნიშნები კი ანუ თან რეკლამასთან დაკავშირებით რავი მეტი არც ხარსება ბოლოს შესულიყო ცვლილება თან 2007 წელი ზუსტად ემთხვევა მათ კანონს თან ანუ ფორმები და Coca-Cola-ს ასეთი რაღაც დაკვირვებული კი და ვერ გააკეთებდა არა ბრენდის სახელი არა სავალდებო ლოგოები ამათი ლოგო შედგებოდა ლოგოს ვერ შეეხებოდა ეგ ანუ ნებისმიერი ლოგო შედგებოდა სიტყვები ამათი სიტყვებისგან ხო შეიძლება ანუ ეს კანონი და Waikiki და McDonald's-ის ლოგო სახელთან არის ხო ანუ ზუსტი ფორმულა ქართული წარწერა უნდა ყოფილიყო უფრო დიდი შრიფტით და უფრო პატარა შრიფტით უნდა ყოფილიყო შემდეგ ჩულებით კანონი თქვით უბრალოდ ხო ეს არის კანონი ანუ რომელ კანონს უსაუბრობთ ანუ რის შესახებ იყო მოცემული რატო შეიქმნა თავად პრობლემა ამათ დიდი ხარჯი ქონდათ იმიტომ რომ მოუწიათ აი სხვა ვერსია არის კიდე მე მგონი ლოგოზე პროსტა დრო შეწყდა კამათი ბატონო ზვიად ვინ უპასუხებს ესე იგი მე შევეცდები კი ბატონო გისმენ შეკითხვას 2017 წელს ვფიქრობ რომ მიიღეს კანონი იმის შესახებ რომ საქართველოში უცხოურმა ბრენდებმა უნდა თარგმნონ საკუთარი კომპანიის სახელები ან დაწერონ ქართულად, ხო? ამ შემთხვევაში ზემოხსენებულ კომპანიებს აქვთ ლოგოსთან ინტეგრირებული სახელები და შრიფტი, შესაბამისად მათი გადმოხართულება იქნება რთული. შესაბამისად ვფიქრობთ რომ პასუხი არის კანონი იმის შესახებ რომ ყველა ბრენდის სახელი ქართულად უნდა იყოს დატანილი. ვერაფერს ვერ დავამატებ, ეს სწორი პასუხია. 2-1. დაბრუნდნენ მოაზროვნეები თამაში. მედალი მე პრობლემა შეგვიძლია ვერიტყვი რომელმა ბატონო ზვიად საკმაოდ ამომწურავად მეც ვერაფერს ვეღარ დავამატებდით ისე უპასუხეთ ამ შეკითხვას ყოჩად დიახ ბუნებრივია H&M და Coca-Cola ასოითი გამოსახულებებისგან შედგება შესაბამისად მათი ლოგოს დამზადება ვისაც დიზაინთან აქვს შეხება იცით რომ საკმაოდ შრომატევადი და ხარჯიანი საქმეა კარგით, გაჩერდა ზრიალა. თხოვთ მაჩვენოთ შემდეგი შეკითხვა. კიევი და კიევი ყურადღება შავი ყუთი. ველოდებით შავ ყუთს და ისიც ცოტა ფორმა შელახული, მაგრამ არა უშავს. ჩემი ყუთი დაიწუნე. იყო სხვა ვერსიებიც იყო ყუთთან დაკავშირებით, მაგრამ კარგით, ყურადღება, შეკითხვა. ცნობილი ამერიკული გამოთქმის თანახმად ქალბატონო ლალი მის ყოველდღიურად მიღებას შეუძლია ექიმთან ვიზიტის გადავადება. ასევე გეტყვით, რომ ერიხ მარია რემარკის ტრიუმფალური თაღის პერსონაჟები მისგან დამზადებულ სასმელს ძალიან ხშირად მიირთმევენ. ის ახლა დევს შავ ყუთში.
ყურადღება შეკითხვა. რადევს შავ ყუთში დრო? ესე მე ამაში პირობალ დახში არის სირჩა კალვადოსი და კალვადოსი რის განამზადებენ? ვაშლის განამზადებენ როგორც არ მახსოვს. ალკოჰოლია რა. კი, ალკოჰოლის მაგრამ ვაშლი თავსახური არ ეხურება ვაშლი როგორც რაღაცა ანანასის ვარა. უეჭველი ვაშლი იქნება, იმიტომ რომ სირჩა კალვადოსს სვამენ ხშირად ეს ჟოანი და თაფლი მგონია მაგით ეგრე მახსოვდა. თაფლი? ანუ თუ კალვადოსი მზადდება თაფლისგან, მაშინ თაფლი იქნება გამოწრება ლოცვიგია. არა, კალვადოს ანუ ისგანაც ეს მზადდებაო. ზეთისხილი ზეთისხილი არა ნახე კალვა დოს კაი ბოლოს არ შეიძლება კალვა რა არის კალვა ალკოჰოლური სასმელი არის ისა მოიცადე ის არის ხო ტეკილა არის კაქტუსისგან უკეთდება კაქტუსისგან კი შეიძლება არა საქმე იმაშია რომ მარტო ალკოჰოლიკებზე არა ზოგადად საუბარი ექიმთან შესაბამისად ვაშლი დრო შეეცდა კამათი ბატონო ზვიად არჩიეთ ვერსია. ესე იგი ჩვენ ახლა ვაგებ და სწორმა პასუხმა თუ გაიჟღერა. დიახ, სწორმა პასუხმა გაიჟღერა, გთხოვთ არჩიოთ ვერსია და მითხრათ ვინ უპასუხებს. მაშინ ისევ მე შევეცდები პასუხის გაცემას, იმიტომ რომ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ აქ უნდა იყოს ვაშლი. რადგანაც ვაშლი? კი, ვაშლი. რადგანაც თვითონ კალვადოსის სასმელია, რომელსაც რავიკი და ჟოანა სვამდნენ ხშირად ხოლმე, როდესაც მიდიოდნენ სახლში. და მისგან დამზადებული, ანუ ვაშლი უნდა იყოს რა, ანუ ვაშლია, რისგანაც ამზადებენ კალვადოსს. კარგით, მიღებულია ყურადღება, სწორი პასუხი. გთხოვთ მარი ამოვიღოთ ნივთი შავი ყუთიდან და გადავცეთ ბატონ ზვიას. ვაშლი! კაპიტანმა გადამწყვეტ მომენტში გუნდი დააბრუნა თამაში. 2-2. ვიჩოქრა მე მისგან ვაწარმოოთ ექიმთან რა ვერ დავაკავშირე ექიმთან გადავადება მოიცადე ვაშთან იყო კავშირში თუ არა კარგი განმარტება ამერიკული გამოთქმა ეგეთი Apple a day keeps a doctor away which means რაც ნიშნავს დღეში ერთი ვაშლი ავადებს ექიმთან ვიზიტს და ასევე როგორც ვიადმა აღნიშნა კალვადოს სვამენ ხოლმე ტრიუმფალური თაღის პერსონაჟები, რაც მზადდება ვაშლისგან ან ცხრისგან, მაგრამ უმეტესად ვაშლით არის ცნობილი. გთხოვთ დავატრიალოთ რეალა და მოვემზადოთ შემდეგი შეკითხვისთვის. ამასობაში ბატონო გოგა თქვენგან მაინტერესებს რას ფიქრობთ ბათუმის ნაზვის ხეზე? სიმართლე გითხრათ პარკში მდებარე ქვის კამებს რომ ხედავ ვეღარ ვასწრებ დღის განმავლობაში სევდიანად გახედვას ნაზვის ხისკენ ჯერჯერობით ეს მიტრიალებს ხვალ გასაგებია ბატონო გრიგოლ ალბათ ყველა ეგრე ვფიქრობთ. ნაირობი მოვიდა. ქალბატონო ლალი ეს შეკითხვა თქვენთან არის. მოარული ჭორები დაიარება რომ ფილოსოფიით ხართ გატარებული. შესაბამისად თქვენს წინაშეა ვატიკანის კედელზე გამოსახული რაფაელის ცნობილი ფრესკა, რომელიც ათენის სკოლის სახელითაა ცნობილი. ფრესკაზე შესაბამისად პლატონი და არისტოტელეა გამოსახული. ხოლო მათი სხეულის ენა მიგვანიშნებს მათ ფილოსოფიურ იდეალებზე. ეს ფაქტი, ეს გამოსახულება სულ სხვანაირად აღიქვეს ინტერნეტ მომხმარებლებმა, რომლებმაც ფოტოს მცირედი მანიპულაციით ფრესკაში სპორტის ერთ-ერთი სახეობისთვის დამახასიათებელი ნიშნები შეიტანეს. ყურადღება შეკითხვა. 1 წუთის შემდეგ მითხარით, რომელი სპორტის სახეობა დაინახეს მათთან ფოტოში და ვადამდელი პასუხი. კარგით, ბატონო ზვიად, ვინ უპასუხებს? გრიგოლ გაგუა. ბატონო
გრიგოლ. როგორც შევამჩნიე ქალბატონმა ლალიმაც შეგვიძლია უფრო ადრე მივხვდა, თუმცა მნიშვნელობა ფორმალობას ჩვენი საერთო ვერსია ასეთი რომ ეს სპორტი არის კალათბურთი და ზევით აღმართულ საჩვენებელ თითზე ატრიალებს ბურთს პლატონი და პლატონი არისტოტელე, ასე ვთქვათ, კენწლის კალათბურთის შესაბამისად როგორც კალათბურთში იკენწლება. ეს სწორი პასუხია. უფრო სუსტად ვერც აგიხსნით. უბრალოდ ნახოთ გამოსახულება ეკრანზე. ახლა სუპერმენი და 3-2 დააკამბეკეს მოაზროვნეებმა. დაში. უნდა მოსულიყო პირველი კითხვა. არა, პირველი კითხვა ხებად იყო და მეორეს ახალ მოსულიყო აუდა. დროს კი შეხებულებული. მე ვეუბნები თუ არა გურიდან შევიდე. გაჩერდებს რეალა, გთხოვთ მაჩვენოთ. ამჯერად რომელი დედაქალაქიდან არის შეკითხვა? ეს გახლავთ ოსლო. ყურადღება შეკითხვა. მე-20 საუკუნეში ეს მათემატიკურად აბსურდული მოცემულობა, რომელიც გამოხატავდა ერთ-ერთი ქვეყნის იმდროინდელ პოლიტიკურ მსოფლმხედველობას, გახდა ინგლისელი ანტიუტოპისტი წერლის ინსპირაციის წყარო. ყურადღება შეკითხვა. თქვენ უნდა მითხრათ ეს მათემატიკური გამოსახულება და კონკრეტულად რომელი ქვეყნის პოლიტიკის აღსაწერად იყო იგი გამოყენებული. საბჭოთა კავშირი ორუელი იქნება, ორუელი 1994. შეიძლება 1994-დან თუ შეიძლება ამის გამოწვევა, რომ ეგეთი რამე არა, არ ვიცი. ანტიუტოპისტი ორუელი აბსურდული რა შეიძლება იყოს აბსურდული ნულის ნულზე გაყოფა მაგალითად. ნულის ნულზე გაყოფა რა? წყალთა ფერმა ხომა? წყალების ფერმა რატომ პროცენტი ხო აი სხვა არ არის რა. ორფეხა აი ის შენი მეგობარი რაღაცა იყო ყოფილა. პროცენტ სხვა არ გასა ის სხვა არის კაპიტალიზმი ხო არა საბჭოთა კავშირი უნდა იყოს უეჭველი რა. იმიტომ რომ პროცენტზე იმის გავსება. ჩვენი ნულზე გაყოფა. ჩვენ და დავასახელოთ და იდეაში კაპიტალიზმი უნდა იყოს. არა. Big Brother is watching you და თვალებს გავს. ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ძმა გიყურებს ჩვენ, ხო? დიდი ძმა არა ამერიკა. საბჭოთა კავშირი იქნება. დიდი ძმა გიყურებს და თვალებია რა. ორი ნული არა. საბჭოთა კავშირი რა. რა არის ნულის გაყოფა. კი. ნულის ნულზე გაყოფა. დრო შეწყდა გამათი. ბატონო ზვიად შეწყდა გამათი. კი. მითხარით ვინ უპასუხებს? ჩვენ ამ შეკითხვას უპასუხებს გრიგოლ გაგუა, ჩემი აზრით სწორი ვერსია გააჩნია მათ. ბატონო გრიგოლ. ისმენთ ბატონო. გნებავთ გაგიმეოროთ შეკითხვა. იგებთ, მაგრამ ანგარიში ჯერ კიდევ არ არის გადამწყვეტი. დიახ. მე-20 საუკუნეში ეს მათემატიკურად აბსურდული მოცემულობა, რომელიც გამოხატავდა ერთ-ერთი ქვეყნის იმდროინდელ პოლიტიკურ მსოფლმხედველობას, გახდა ინგლისელი ანტიუტოპისტი წერლის ინსპირაციის წყარო. თქვენ უნდა დაასახელოთ პირველ რიგში ეს გამოსახულება მათემატიკური და შემდეგ რომელი ქვეყნის შესახებ იყო იგი გამოყენებული. ბატონო წამყვანო, ახლა კიდევ უფრო დავწმუნდი, რომ ჩვენ რა დილემაც ქონდა, აქედან რა უნდა გადამეწყვიტა, იმიტომ რომ ჩვენ ვთვლით, რომ ეს მათემატიკური აბსურდული ისა რაც არის, არ ვიცი რა ქვია, უტოლობა თუ გამოსახულება არის ნულის გაყოფა ნულზე, რომელიც ძალიან გავს ფართოდ გახელილ თვალებს, თითქოს დიდი ძმა გიყურებს შენ ამასთან იყოს ალუზია. ეს წერალი თუ ჯორჯ ორუელია, მისი შთაგონების წყარო რა თქმა უნდა ყოველთვის საბჭოთა კავშირი იყო. ეს ქვეყანა იქნება საბჭოთა კავშირი. მიღებულია ბატონო გრიგოლ, ყურადღება სწორი პასუხი. საკმაოდ დასანანია, იმიტომ რომ ბევრი რამ სწორად გამოიცანით, მაგრამ თავარი, რაც არის მათემატიკური გამოსახულება, ეს გახდათ 2 + 2 უდრის 5-ს.
ვინაიდან თქვენ გამოწვევლად გამოიცანეთ საბჭოთა კავშირი, საბჭოთა კავშირი საბჭოთა კავშირში ჰქონდათ 5 წლედები და მათ 2 წლის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ეს 5 წლედი შეესრულებოდათ 4 წელში. შესაბამისად ჰქონდათ სლოგანი 2+2 უდრის 5, რაც გახდა 1984 წლის ინსპირაციის წყარო. 3-3 ანგარიში თანაბარია რომელსაც დახმარება ჯერჯერობით არ იქნება. ხო დავაწევთ კარგი შეკითხვა იქნება. შეიძლება კი ბატონო, სანამ შეკითხვას ამოიღებთ, შეგიძლიათ კითხოთ. ბატონო წამყვანო, თუ შეიძლება ჩვენი კლუბის სტუმარს ბატონ გიორგის შევეკითხები. მაინტერესებს ბატონი გიორგის აზრი აი ამ მიმდინარე აქ რაც ხდება იმასთან დაკავშირებით, აი როგორ მოგწონთ გარემო, თუ მოგწონთ და როგორ მოგწონთ შეკითხვები და თუ თვლით თუ არა რომ ეს ის დონეა რომელზეც ლათინი დიდი საკვირაო სკოლის მოაზროვნეებმა უნდა იფიქრონ. ვიტყოდი ძალიან მოკეთო მომწონს ვითარება მომწონს სიტუაცია მომწონს მოთამაშეები მე და ბატონი იოსი ვთამაშობ ჩვენთვის ჯერ აგებული გვაქვს მხოლოდ 2 ქულა თუ არ ჩავთვლით მეორე ქულას რომელსაც მეორე შეკითხვას რომელსაც ახლა ვხვდები კონტროლერზე ხო პასუხის შედეგად ვხვდები ეს არის კარგი დონის რა სად როდისეული შეკითხვები ზოგი ძალიან კარგი დონის და მე ავტომატურად ვარ გუნდის თამაში ну მე მესმის ახლა რომ ძალიან გამოსტული მოთამაშეებიც ბრძანდებიან და მაგრამ ну ეს არის ხიბლია თამაშის რომ გამოცდილება პლუს ახალგაზრდული ენერგია და თავადონი ლალის ესე იგი ზოგადი და დიდი განათლება ეს არის საოცარი სინთეზი რომ თქვენ მიაღწიოთ ძალიან დიდ წარმატებებს რასაც გისურვებთ ასე რომ გვიხილეთ ერთ-ერთ სეზონში ამ ფორმატში და პაკეტის მოგიმზადოთ კარგი, ძალიან სასიამოვნო შემოთავაზებაა ამ კოლაბორაციის. ახლა კი მოვიდა რიოდან შეკითხვა, ყურადღება შეკითხვა. კაცობრიობის განვითარების ისტორიას შეგვიძლია შემდეგი დაწესებულებების მნიშვნელობის ცვლილების მიხედვით დავაკვირდეთ. ხანგრძლივი მოგზაურობებისას ის რა ფუნქციასაც ითავსებდა ძველად დუქნები შემდეგ კი ეს ფუნქცია მართალია მცირე ხნით აფთიაქებმა გადაიბარეს ამას ახლა ითავსებს X-ი ყურადღება შეკითხვა 1 წუთის შემდეგ დაასახელეთ X-ი სასტუმროები ისა სასტუმროები ჰოსტელები შეიძლება კი თავიდან მარილი ინახავდა პროდუქტს რომ დაქონდათ დიდ გზაზე დუქანში მარილი ინახავდა მე აფთიაქში რაღაცა ანუ ხო იყო რაღაცა იყო აბი იყო თუ რაღაცა რა საჭმელში აგდებს რაღაც ანუ ფუნქციას გამიგია ეგეთი რაღაცა ასპირინი ხო რაღაცა არ ამჭებს საჭმელში შეიძლება იგი ახლა გამოყანა ხო არა მესამე რა ანუ კიდე ეს რა შეიძლება იყოს მაცივარა მაცივაროგიწესებულება არა მე მგონია რომ სასტუმროებია იმიტომ რომ დუქნებში ადრე ღამეებში ძალიან მარტივი შეკითხვაა დღეს აფთიაქს ვერ ჭრილობას გაიკერავდნენ მე აფთიაქი ითავსებდა რაიმე მათრობელის ყურების გაგება ხო არა დაწესებულება ხო არ უნდა იყოს რაღაც ეგეთი ადგილში რა ხდებოდა რამე სასმელის გაცემა ბარი კაფე-ბარი ფეისბუქი ან რამე ხო არა აფთიაქებში გადაიტანეს ცხენებს ცვლიდნენ დრო შეწყდა კამათი ქალბატონო ლალი ბატონო ზვიად
ვინ უპასუხებს? ანგარიში რომ შემახსენოთ? ანგარიში არის 3-3, მაგრამ მაინც შემიძლია გაგიმეოროთ შეკითხვა. თქვენ უნდა მითხრათ, ვინ უპასუხებს? მე უფრო მეტად მაინტერესებდა სწორმა ვერსია თუ გაიშკარა, მაგრამ იყოს კარგი. ანგარიში არის 3-3, აი ამას ვერ გეტყვით. შეკითხვა რომ გავიმეოროს და შეკითხვას უპასუხებს. კარგით, შემიძლია გაგიმეოროთ და შემდეგ გადავწყვიტოთ ვინ უპასუხებს. კი ბატონო. კაცობრიობის განვითარების ისტორიას შეგვიძლია შემდეგი დაწესებულებების მნიშვნელობის ცვლილების მიხედვით დავაკვირდეთ. ანუ მნიშვნელობები. ხანგრძლივი მოგზაურობებისას ის რა ფუნქციასაც, რა დატვირთვას ჰქონდათ ძველად დუქნებს, ითავსებდნენ დუქნები. შემდეგ მართალია მცირე ხნით, მაგრამ გადაიბარეს აფთიაქებმა, ეხლა კი ამ ფუნქციას ასრულებს X-ი. დაასახელეთ X-ი. კი, ბატონი გრიგოლი უპასუხებს. ბატონო გრიგოლ. ჩემი აზრით ეს არის ბენზინგასამართსადგურები. ეს ძალიან მოულოდნელი პასუხია, იმიტომ რომ არ გაჟღერებულა მთელი წუთის განმავლობაში. აი ხა მომივიდა თავში. დარწმუნებული ხართ ამაში? მე გთავთ ნებას რომ შეცვალოთ პასუხი და ბატონ ზვიადს კაპიტანს დაუჯეროთ და რომელიმე ვერსია არჩიოთ, რაც განხილული იყო წვლილი წუთის განმავლობაში. ეხა მარკეტები შეიძლება. ბატონო გრიგოლ. მოკლედ საბოლოო პასუხი დააფიქსირეთ. გთავთ ნებას. ანუ ბენზინგასამართის სადგური შეწყდა კამათი. მივეცით უფლება რომ ეთქვა პასუხი თავის. კი ბატონო, თვითონ მიპასუხოს ბატონო გრიგოლ. ბენზინგასამართის სადგური. ეს საბოლოო პასუხია. და ეს სწორი პასუხია. 4-3. მოვაწუხე გამოაძრო. მოვაწახ. 4-3. მოდა. ხელებს იცვლიდნენ ეს ფუნქცია იყო ტრანსპორტის დასვენება და ესე ვთქვათ ენერგიის შევსება. მე-19 საუკუნეში პირველი მანქანები ეთანოლის სპირტს იყენებდნენ, ამიტომ ეს ფუნქცია რაღაც პერიოდის განმავლობაში ევროპაში აფთიაქება შეითავსეს. ბატონო გრიგოლ, როგორ გწნობთ თავს? არაჩვეულებრივი შეგრძნება, თუნდაც აი ერთ მეგობართან ერთად იყო ოთახში და მაშინ გამოიცნო ბოლოს ამ შეკითხვა, მაინც აღმაფრენის მომტანია ნებისმიერ შემთხვევაში. კი ბატონო, გეთანხმებით ძალიან მაგარი იყო. კარგით, ვაჩვენეთ ტოკიო მოვიდა. საინტერესო შეკითხვა არის. ბოლო პერიოდის კარგით, დავმშვიდდეთ. მოემზადეთ. ყურადღება, შეკითხვა. 2022 წლის მუნდიალის დაწყებამდე, მსოფლიო ჩემპიონატს ეხება შეკითხვა. ერთ-ერთმა ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა ივარაუდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდებოდა X-ი, რომელმაც ერთ-ერთ ქართულ საბავშვო ლექსში Y-ი შეჭამა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრის აზრით ეს პროგნოზი გამართლდა. ყურადღება, შეკითხვა. არ გეკითხებით X-ის დასახელებას, დაასახელეთ Y-ი. დრო. GOAT, ანუ great of all time, GOAT-მა შეჭამა, კი, GOAT-ი არის მესი და შეჭამა. GOAT-ი მესიზე იყო და კი, და GOAT-ი ზოგის აზრით, ანუ უმეტესობის აზრით ალბათ, ან დიდი ნაწილი. ეგა, უპასუხოთ ეს დრო კარგი, ბატონო კაცი, სხვა რაშევით როგორ წავიდე. კონკურირება მაინც გადავიმეოროთ. ხო, ანუ რა გეკითხება? Y-ი დაასახელეთ. ენახი არის ორი პასუხი. მა შეჭამა Y-ი, შესაბამისად მე არ გეუბნებით რა არის X-ი, თქვით რა არის Y-ი. ხო, Y-ი არის Y-ი არის. აი, არა, ვენახი შეჭამა. და Y-ი აი აქედა და იქ და იქ. ანუ პასუხს გავცემ. არა, ვენახი არის Y-ი მარტო. ამიხსენი რა, ხო? ხავინი იყო ამ იმიტომ რომ GOAT, great of all time, პირველი ის რა ის დაწყობ არის GOAT და GOAT ნიშნავს ამავდროულად ხაზს. ანუ ხაზს ეძახიან ყველაზე ინგლისურად. ხო, კახი უნდა უპასუხოს, ხო? ჩვენ მზად ვართ. დრო. ბატონო ზვიად, ვინ უპასუხებს? უპასუხებთ ბატონი კახიძე. ბატონო კახი. ხო, დაასახელოთ Y-ი.
რადგან კითხვაში მოხსენიებული იყო, რომ დამართლდა, შესაბამისად გამარჯვებული არგენტინასთან კავშირში იყო და არგენტინასთან ყველაზე მეტად მესი ასოცირდება, რომელსაც უწოდებენ GOATs, ანუ იგივე თხა, როგორც ითარგმნება ინგლისური ამ GOAT თხა. შესაბამისად ქართული ლექსის მიხედვით თხამ შეჭამა ვენახი, ამიტომ პასუხია ვენახი. მიღებულია თქვენი პასუხი, ახლა კი სწორი ვერსია. ამ სპორტულმა ჟურნალისტმა მოგეხსენებათ არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა ივარაუდა. კონკრეტულად კი მესის, რომელიც განასახიერებს GOATs, ანუ თხას. მან თქვა, მესი ისევე შეჭამს მუნდიალს, როგორც თხამ შეჭამა ვენახი. აბარა. 5-3. და ვიდი სპორტული ჟურნალისტი შეიძლება. სპორტული ჟურნალისტის ვინაობა უცნობია. ორი თვით ადრე მოხდა საკმაოდ საინტერესო ფაქტია მუნდიალის დაწყებამდე ერთ-ერთ გადაცემაში. არაფერი არ იმასვლა. ანგარიში არის 5-3. დახმარება აღარ გაქვთ და ანგარიშიდან გამომდინარე ვერც შემგან მიიღებთ განდობას და მოვიდა სუპერ ბლიცი. თითქოს დაწერილი სცენარის მიხედვით ბატონო ზვიად, ვინ დარჩება სუპერ ბლიცზე? ჩვენ შევთანხმდით თამაშის დაწყებამდე, რომ სუპერ ბლიცზე თუ მოგიწევდა ეს კატეგორია, დარჩებოდა გრიგოლ გაბრი. კარგი, თქვენ მოაზროვნება დატოვოთ. გადაინაცვლოთ კარებთან. ბატონი გრიგოლი დამანახეთ, თუ შეიძლება. მინდა აღნიშნო ღვთაებრივი შეგრძნება. მიუხედავად იმისა, შეიძლება კი ბატონო, როგორც მესის მუნდიალის მოგება დაწერილი სცენარებით იყოს, ისე გამოვიდა ბატონი გრიგოლის დღევანდელი დებიუტი ჩვენს საკვირაო სკოლის ლიგაში. კარგით, სუპერ ბლიცი. ყურადღება, მოემზადეთ. ყურადღება შეკითხვა. პირველი შეკითხვა. ის ცნობილია როგორც ოქროს, შავი, რკინის და უჩინარი. ერთი წუთის შემდეგ მაჩვენეთ ის დრო. დრო ამოიწურა ბატონო გრიგოლ. უამრავი ვერსია მქონდა ბატონო წამყვანო წუთის განმავლობაში. რა ვიცი 900 ვერსია მაქვს, მაგრამ ყველაზე მეტად მომწონს ხელი. ეს სწორი პასუხია. კარგი, დავშვიდეთ, კიდევ ორი შეკითხვა წინ. სმიტის უჩინარი. შეკითხვა ნომერი 2. მოისმინეთ ტესლას ციტატა, ნიკოლაი ტესლას ციტატა. მე არ მადარდებს, რომ მათ ჩემი იდეა მოიპარეს. მე ის უფრო მადარდებს, რომ მათ დაასრულეთ ციტატა, დრო. ჯობია რომ ჩოვატიყმენ, თორე რაღაც ვერსიები მეცდით და სამართლოდ მიწევს თამაში. გრუპი მიხედა. უპასუხოთ ბა. დრო ამოიწურა, გისმენთ ბატონო გრიგოლ. ესეთი ვერსია მომივიდა, რომ უკეთესი ვეღარ მოვიფიქრე დასაწყისშივე. ესე იგი, მე არ მადარდებს, რომ მათ ჩემი იდეა მოიპარეს. მე მადარდებს ის, რომ მათ ის არ მოეწონათ. მათ ის არ მოეწონათ. ეს არის საბოლოო ვერსია. ხო, დილემა იყო, რომ მათ ის მოეწონათ, მათ ის არ მოეწონათ, მაგრამ რადგან მადარდებს, მოდით იყოს არ მოეწონათ, დაიწუნეს. კარგი, აღარ გთხოვთ პასუხის ცვლილებას. ყურადღება, სწორი პასუხი.
მე არ მადარდებს რომ მათ ჩემი იდეა მოიპარეს, მე ის უფრო მადარდებს რომ მათ საკუთარი არ გააჩნიათ. დასანანია, ძალიან კარგი დასაწყისი იყო. მაგრამ თამაში გრძელდება, ანგარიში არის 5-4, გთხოვთ გუნდს დაბრძანდეს მაგიდასთან. თამაშისთვის ეს უფრო კარგია, ბატონო გრიგოლ, აბული არ გაიგეხოთ, გთხოვთ დავატრიალოთ ზრიალა. მაგარი თამაში გაიჩით. ძალიან დაძაბული სიტუაცია, 5-4. არა, არ გამოიგეს. კარგი. მოვიდა კუალა ლუმპური. კუალა ლუმპური. და საინტერესო შემთხვევაა, მეორე შავი ყუთი მოაბრავნეებთან. მეორე შავი ყუთი. კარგით, მოისმინეთ შეკითხვა. მე-19 საუკუნის ეს გამოჩენილი ქართველი თბილისში დაიბადა. სწავლა სანქტ-პეტერბურგის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე გააგრძელა. შემდეგ კი მიუნხენის უნივერსიტეტში მიიღო ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორის სტატუსი. შემდეგ კი იგი კვალიფიკაციის ასამაღლებლად საფრანგეთში გაემგზავრა, საიდანაც საქართველოში დაბრუნდა. ყურადღება, შეკითხვა. ის რითიც გაითქვა მან სახელი, ახლა დევს შავ ყუთში. რა დევს შავ ყუთში? დრო. მინერალური წყალი რა. არა. ქიმიკოსი. ლაღიძის წყალი რა. მინერალური შეიძლება იყოს გაზიანის სასმელი სახელთან და სანქტ-პეტერბურგის შემდეგ კი, კონიაკი ხო არა, სარაჯიშვილი. არა, მაგარი მაგრამ სარაჯიშვილის რავი ქიმიკოსია, იყო სამგეცი. ქიმიკოსი კი, მაგრამ პეტერბურგში იყო. მაგრამ სარაჯიშვილი არაა კაცი იყო ფილოსოფია. ესენი საქართველოში ადრე მინერალური ქიმიკოსია. კვალიფიკაციის ასამაღლებლად საფრანგეთში კონიაკი, ანუ ხო არის საფრანგეთში დრო ამოიწურა ბატონო ზვიად შეწყდა კამათი. ვინ უპასუხებს? ესე იგი ჩვენ გვქონდა ორი ვერსია და ბოლო წამს ესე იგი გაჟღერებულ ვერსიას უფრო მეტად ვეთანხმებით. პირველი ვერსია ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ ვინ უპასუხებს ბატონო ზვიად სწრაფად? მე ვიპასუხებ ისევ, მე ავირჩევ. ისმენთ. ჩემზე იყოს ეს დიდი ჯოხი, თვირთი, რაც უნდა იყოს. ჩვენი პასუხი არის კონიაკი სარაჯიშვილი. კონიაკი სარაჯიშვილი, საბოლოო პასუხია. კი, ეს არის. კარგი, გთხოვთ გავხსნათ შავი ყუთი და გადავცეთ. კაპიტანმა ისევ ბატონი გრიგოლის მეოხებით გამოაძრო საბოლოო ვერსია 6-3. დაი გამარჯვებული მოაზროვნეები. გუნდის კაპიტანი და ბოლო ქულის მომტანი ზვიად ჩხენკელი. გუნდის გამორჩეული მოთამაშე და უპირობელ ლიდერი გრიგოლ გაბუა. გუნდის დებიუტანტი იმედა იაკოვენკო. საინტერესო ვერსიების გამჟღერებელი ანდრო თავარქილაძე. არასწორი ვერსიების პირველი გამჟღერებელი ქალბატონი ლალი ანთიძე.
და ბოლოს რამდენიმე გადამწყვეტი ქულის ძალიან წყნარად მომტანი კახიძე. მიულოცოთ მოაზროვნეს. ისკი გუნდა. კარგით. ახლა კი დროა ჩვენ უხუცესთან გადავიდეთ და დაგვეხმარეთ გამოვალინოთ საუკეთესო შეკითხვა საუკეთესო მოაზროვნესთან ერთად. შეინახავს გიორგი შეკითხვა. ხო, ვინოსი მოთამაშეებთან უფრო რაღაც უფრო შეთანხმებულები ვარ, ანუ პერტოდ მოთამაშე შორის მითხრა და ეს შეკითხვა არ ჩამინიშნა, შეიძლება თქვენ დამეხმაროთ. ასევე იყო შეკითხვა მართალია ის კითხვა, რომელიც ყველაზე მეტად მოგვეწონა, გუნდმა თითქმის გამოიცნო, თუმცა მაინც არ ჩაითვალა, იმიტომ რომ სხვა ლოგიკით გამოიცნო. საუბარი არის 2+2 უდრის 5 და საბჭოთა კავშირზე. ნამდვილად გამორჩეული კითხვა. კი ბატონო, საინტერესო მსჯელობა იყო. კი ბატონო. მსჯელობასთან ერთად კითხვაც ნამდვილად დღის გამორჩეული. ხოთ ბატონ წამყვანსაც უწილადოთ. თუ შეიძლება. რომ წაგეგოთ, ეგ მაინც მე დამრჩებოდა მთლიანად ამიტომ. გამოცდილი მოთამაშე ვარ ვიცი. რა შეეხება ეს მოაზროვნეს გადმოცნობს ბატონი მაგისტრი. მე მგონია ორი ვარიანტია, კაპიტანი, უბადლო, ვერსიების ამჩევი და გადაწყვეტი ქულის მომტანი და ბატონი გრიგოლი. ამაში მგონია ვერავინ ვერ შემედავება დღეს. ხო, თუ აქ სიტუაცია რომ ნებისმიერი შეიძლება დაასახელო ამ ორიდან. ну უნდა აღინიშნო შეიძლება ახალგაზრდება ნაკლებად იციან რომ ეს ორი პიროვნება არის უნივერსიტეტის შიდა ჩემპიონატის ლიდერები, მათი გუნდი. უკვე რამდენიმე სეზონია ხან პირველზე არიან, ხან მეორეზე და ახლა საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ინტელექტუალურ მარათონში ასევე რამდენიმე მხოლოდ ორი ქულა დააცათ როგორც სამი და მეორეზე გავიდნენ. ძალიან ძლიერ 88-ში კითხვა იყო გათამაშებული. ნამდვილი მარათონი. კი ბატონო, კი ბატონო. მაგრამ ესე იგი მე მაინც ვფიქრობ რომ აი ბოლო წამს აღებულმა ქულებმა რომელიც გრიგოლმა გააკეთა, ხო? აი ამან გადაწონა შეიძლება ბატონი იოსის არჩევანი და ჩვენ მაგალითად ხარს დავჭერდით რომ საუკეთესო მოთამაშეს ბატონ გრიგოლ გაგუა. ორივე ძალიან გვიყვარს და ორივე დიდი ხარია ვიცნობთ. იმედია ბატონი კაპიტანი არ გვიწყეს, რომ გრიგოლ გაგუა დავასახელოთ რამდენ დღეს ვაზრობთ. თქვენი სპასიბა და გააყია. აპლოდისმენტები საუკეთესო მოთამაშეს გრიგოლ გაგუას. ჩვენი საკვირაო სკოლის ლიგა წელს დასრულებულია. შევხვდებით ახალ სეზონზე მომავალი წლიდან. მემკვიდრეობები. ამოვჭრით ამას. მოდაგეთ.